ჯანდა დიახ. კიდევ მიფრინავს. რუსეთმა ამ ღამით ალბათ ყველაზე ძლიერი და ყველაზე კომბინირებული სარაკეტო დარტყმა მიაყენა კიევსა და უკრაინის სხვა ქალაქებს. რუსმა ოკუპანტებმა 20 აგვისტოს ღამეს მასიურად შეუტიეს კიევს, ყველაფრით რაც კი ჰქონდათ. არ არსებობდა ისეთი ტიპის რუსული შორ მანძილზე მოქმედი საბრძოლო მასალა, რომელიც ამ ღამით უკრაინის მიმართულებით არ გაეშვათ. ფაქტობრივად ყველაფერი მოფრინავდა: ბალისტიკური რაკეტები, ჰიპერბგერითი, ყველა ტიპის ფრთოსანი რაკეტა, ჩვეულებრივი შაჰედები, რეაქტიული შაჰედები და კიდევ ბანდეროლებიც კი. მასობრივი შეტევის განსაკუთრებულობა ისიც იყო, რომ რუსეთმა დედაქალაქი პრაქტიკულად ყველა შესაძლო მიმართულებიდან შეუტია. საერთო ჯამში მასობრივი რუსული შეტევის შედეგად მნიშვნელოვანი ნგრევებია სამ რეგიონში. ასევე შეტევა განხორციელდა სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე მოლდოვასთან. ამავე დროს უკრაინის დაზვერვა აფრთხილებს, რომ რუსეთს შეუძლია თვეში 200-მდე ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტის გამოშვება, რომლებიც სამწუხაროდ შემოდგომასა და ზამთარში უკრაინის მიმართულებით გაუშვებენ. მაგრამ ამავე დროს ექსპერტები პასუხობენ მთავარ კითხვას: რატომ გადაწყვიტა ვლადიმირ პუტინმა ვა-ბანკზე წასვლა და ამ ღამით თავდასხმისთვის უბრალოდ ყველაფერი გამოიყენა, რაც ჰქონდა? მოდით ერთად ამ გამოშვებაში განვიხილოთ ამ ღამის თავდასხმის შედეგები და ვისაუბროთ ომის გაგრძელების პერსპექტივებზე, სწორედ ამ კონტექსტში. მე ალექსეი პეჩუარ, მოდით ერთად განვიხილოთ ეს თემა, მაგრამ სანამ დავიწყებთ, გთხოვთ გამოიწეროთ ეს YouTube არხი, დაალაიქოთ გამოშვება და დაწეროთ ნებისმიერი თქვენი კომენტარი. პარუსი სოლდენოგეში, სადაც პარადი ბავშვთა ქალაქ ვალდემში ტარდება. პარუსი. პარუსი. ადარა ეპიცენტრი პროდუქტიულად დაიშალა. მაშასე 20 აგვისტოს ღამეს გაველურებული დაუბანელი რუსეთი ჯაჭვიდან მოწყდა და ბალისტიკური ფრთოსანი რაკეტებითა და უპილოტო აპარატებით კომბინირებული შეტევა განახორციელა კიევსა და მის ოლქზე. უკრაინის დედაქალაქსა და ბროარებში არიან დაღუპულები და ათეულობით დაშავებული. დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები, სათხოვები და კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტები. ასევე დაარტყეს ოდესას, ხარკოვშიც არის დარტყმები, მაგრამ მოდით ყველაფერს რიგრიგობით მივყვეთ. ჰაერის განგაში კიევში დაახლოებით შუა ღამისას გამოცხადდა და მაშინვე ქალაქში აფეთქებების ხმა გაისმა. მტერმა უკრაინის დედაქალაქსა და კიევის ოლქზე ბალისტიკური რაკეტები გაუშვა. დროთა განმავლობაში სამხრეთიდან კიევისკენ კალიბრის რაკეტები გაუშვეს, ხოლო სამის შემდეგ რამდენიმე ჯგუფი ფრთოსანი რაკეტებიც მოხვა. მონიტორინგის არხების ინფორმაციით, რაკეტები მანევრირებდნენ, მიფრინავდნენ სუმის, ხარკოვის, პოლტავის, ჩერკასის და ჩერნიგოვის ოლქების გავლით დედაქალაქის მიმართულებით. რაკეტების გარდა უკრაინის საჰაერო სივრცეში ასევე დაფიქსირდა უპილოტო აპარატები. კერძოდ დილით კიევში კვლავ მუშაობდა საჰაერო თავდაცვა უპილოტოებზე. საერთო ჯამში საჰაერო განგაში დედაქალაქში თითქმის 9 საათი გაგრძელდა. შემდეგ იყო პაუზა და შემდეგ სამწუხაროდ კვლავ განგაში, რადგან ამ გამოშვების ჩაწერის მომენტისთვის კიევის დროით უკვე დაახლოებით 16 საათია. კიევში კვლავ ისმოდა აფეთქებები დრონის ჩამოგდების გამო, რადგან ისევ დაფრინოს. დრონები გაფრინდნენ უკრაინის დედაქალაქზე. უკრაინის შეერარებული ძალების საჰაერო ძალების მონაცემებით 20 აგვისტოს ღამეს რუსეთმა გაუშვა უკრაინის მიმართულებით.
ახლა ყურადღება. ბალისტიკური რაკეტები ონიქსი, ცირკონი და ისკანდერი M და S-400. 26 ფრთოსანი რაკეტა X-1, ისკანდერი K და მათი A. 598 კალიბრის რაკეტა, 2 ბანდეროლი და 168 დარტყმითი დრონი. მათ შორის შაჰედის დრონები. თავარი დარტყმის მიმართულება სწორედ კიევის რეგიონი იყო. საჰაერო თავდაცვამ ჩამოაგდო ან ჩაახშო 31 ფრთოსანი რაკეტა, 8 კალიბრი, 2 ბანდეროლი და 155 დრონი. დარტყმა დაფიქსირდა 28 ლოკაციაზე. კიდევ 2 ადგილზე კი ნამსხვრევების ვარდნა. კიევისთვის ეს თავდასხმა სამწუხაროდ მომაკვდინებელი აღმოჩნდა. ბოლო მონაცემებით 15 ადამიანი დაიღუპა და 34 დაშავდა. ხვალინდელი დღე 21 აგვისტო დედაქალაქში გლოვის დღედ გამოცხადდა. დედაქალაქის სვიატოშინის რაიონში დაფიქსირდა დარტყმა სამრეწველო ობიექტის ტერიტორიაზე, ასევე ხანძარის აწყობის შენობებში, 500 და 1000 კვადრატული მეტრის ფართობით. სოლომინსკის რაიონში 9 სართულიანი საცხოვრებელი სახლის მე-8 და მე-9 სართულები დაინგრა. საცხოვრებელ სახლებში გაჩნდა ხანძარი, ასევე ხანძარი სკოლის თავშესაფარში, სადაც ადამიანები ჩარჩნენ. დარნეცკის რაიონში დარტყმა მოხდა არასაცხოვრებელი ობიექტის ტერიტორიაზე. ხანძარი გაჩნდა საწყობის შენობებსა და ავტოსადგომზე, დაახლოებით 1000 კვადრატული მეტრის ფართობზე. ბროვარებში დარტყმის შედეგად დაზიანდა სამრეწველო ინფრასტრუქტურის ობიექტი. ასევე სოციალურ ქსელებში იუწყებიან ძლიერი ხანძრის შესახებ ბორისპოლში, ნამსხვრევების ჩამოვარდნის ადგილზე. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ბორისპოლის რაიონში თავდასხმის შედეგად დაზიანდა 14 კერძო სახლი. 4 საწყობის შენობა, ავტოგასამართი სადგური, მრავალსართულიანი სახლი და 8 ავტომობილი. საინტერესოა ის, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ თავიდან განაცხადა, რომ დიახ, ისინი ურტყამდნენ ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას, რომელიც თითქოს და დაკავშირებულია უკრაინის შეიარაღებულ ძალებთან. მაგრამ ცოტა მოგვიანებით უკვე გამოაქვეყნეს სია, რომ თითქოს და მათ დაარტყეს Firepoint-ის ქარხანას, რომელიც აწარმოებს უპილოტო აპარატებს FP და რაკეტებს Flamingo. ასევე ანტონოის საწარმოზე, სადაც უპილოტო აპარატებს აწარმოებენ, Lyuti. საერთოდ კიევზე ამ თავდასხმას იმით გაამართლეს, თითქოს გაანადგურეს სწორედ იმ უპილოტო აპარატებისა და რაკეტების წარმოება, რომლებიც ახლა რუსეთში მიფრინავენ. გარდა ამისა, თავდასხმის ქვეშ იყო ხარკოვიც. იქ მოლნია ტიპის უპილოტო აპარატმა დაარტყდო გასამართ სადგურს ჩერნიგოვის ოლქში, ქალაქ პრილუქში, 2 ბანდეროლის ჩამოვარდა, ხმაური იყო. ჩერკასის ოლქში ჩამოგდებულია სამიზნეები. მასირებული თავდასხმის ქვეშ იყო ოდესის ოლქის სამხრეთი. მტრის მიზანი იყო სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. და უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსები როგორც ჩანს დიდხანს ემზადებოდნენ მასირებული დარტყმისთვის. ტერი აერთიანებდა სხვადასხვა ტიპის ბალისტიკას, ფრთოსან რაკეტებსა და დრონებს, ისე რომ მაქსიმალურად დაეზიანებინა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. ზელენსკის თქმით, ოდესის რეგიონში რუსეთმა დრონებით დაარტყა სასაზღვრო გამშვებ პუნქტს მოლდოვასთან, ხოლო ჩერნიგოვის რეგიონში თავდასხმა განხორციელდა გაზის ინფრასტრუქტურაზე. თავის მხრივ რუსეთის თავდაცვის სამინისტრო თითქოს არც კი მალავს, რომ სწორედ სამოქალაქო ინფრასტრუქტურას დაესხა თავს და ამას უკრაინელებისთვის არგუმენტებად ასახელებს. აი ასე აგზავნიან არგუმენტებს, მაგრამ რისი არგუმენტებია ეს? იმის, რომ რუსი არის პირუტყვი? ეს ისედაც ვიცოდით. რა სამტკიცებთ, რომ ველურები ხართ? ამ თავდასხმის ფონზე ვოლოდიმირ ზელენსკიმ ასევე მიმართა პარტნიორებს, რომლებიც სამწუხაროდ არ ჩქარობენ ვლადიმირ პუტინზე ზეწოლას და უკრაინისთვის მეტი დახმარების გაწევას. შემდეგ ზელენსკის ციტატაა. სამწუხაროდ, მაშინ როცა მოსკოვი ბალისტიკასა და ესკალაციაში დებს ფულს, ყოველთვის არ ვხედავთ მსოფლიოს საჭირო რეაქციას ასეთ დარტყმებზე. სანამ უკრაინას არ ექნება საკმარისი საშუალებები ანტისარაკეტო თავდაცვისთვის, რუსეთი სერიოზულად არ იფიქრებს მშვიდობაზე. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ დაცვა იყოს და ყოველდღიურად მუშაობთ ფრიას პროგრამაზე. მაგრამ პატრიოტი ჯერ ვერ ჩაანაცვლებს ჩამჯერებს და ისინი ყოველდღიურად საჭიროა. ყოველი დამატებითი პატრიოტის რაკეტა ჩვენი ხალხის სიცოცხლეს იხსნის. მადლობას უხდი ყველას, ვინც ამას ესმის, ეძებს და პოულობს დახმარების შესაძლებლობებს. ამავე დროს უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერო სამმართველო აფრთხილებს, რომ რუსეთს თავის საწყობებში ასობით ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტის მარაგი აქვს, სხვადასხვა ტიპის. უკრაინის დაზვერვის მონაცემებით რუსეთს აქვს 600 ონიქსის რაკეტა, 450 კალიბრის რაკეტა, 400 რაკეტა RM-48 U კომპლექსებისთვის, S-400, დაახლოებით 130 რაკეტა ისკანდერემისთვის.
120 რაკეტა ცირკონი, 100 რაკეტა AS-1 და თითო 50 რაკეტა კინჟალი. ასევე ჩრდილოეთ კორეული KN-23 და KN-24. საერთო ჯამში გურის მონაცემებით რუსეთს შეუძლია თვეში 200-ზე მეტი ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტის წარმოება. ამიტომ უკრაინას კრიტიკულად სჭირდება საჰაერო თავდაცვის რაკეტები. რუსეთის ფედერაციის მასირებული შეტევის თავისებურება 20 აგვისტოს ღამეს ის იყო, რომ რუსეთმა უკრაინის დედაქალაქი პრაქტიკულად ყველა შესაძლო მიმართულებიდან დაარტყა. არ არსებობდა ისეთი ტიპის რუსული შორ მანძილზე მოქმედი საბრძოლო მასალა, რომელიც ამ ღამეს უკრაინის მიმართულებით არ გაეშვათ. პრაქტიკულად ყველაფერი მოფრინავდა. ბალისტიკური ჰიპერბგერითი რაკეტები, საერთოდ ყველა ტიპის ფრთოსანი რაკეტები, ჩვეულებრივი შაჰედები, ჰიპერბგერითი შაჰედები, დრონები მოლნია და კიდევ როგორც იცით ბანდეროლებიც კი. დაგჩნდება კითხვა, რატომ გადაწყვიტა რუსეთის ფედერაციამ პირველად დიდი ხნის განმავლობაში გამოიყენოს ფრთოსანი რაკეტების მნიშვნელოვანი რაოდენობა და არა მხოლოდ ბალისტიკური. და რატომ გადაწყვიტა დაეტყა ყველაფრით რაც კი აქვს. და აი ექსპერტები დარწმუნებულები არიან, რომ რუსები მაინც გრძნობენ, რომ ამ ომზე მეც ვეღარ გაუძლებენ. ამიტომ ეხლა ვაბანკზე მიდიან, ანუ ცდილობენ მაქსიმალურად დააშინონ. დაარტყან უბრალოდ ყველაფრით რაც კი აქვთ. და ყველაფერი რაც მათ აქვთ, მართლაც უკრაინას ეცემა. და უკვე ისმის პროგნოზები, რომ რუსეთის ეკონომიკა ომის გაგრძელებას ვეღარ გაუძლებს. თუმცა ილუზიების შექმნაც აქ არ ღირს. იმიტომ რომ იგივე ბლუმბერგის მონაცემებით გუშინ იყო კვლევა, ამჟამინდელი ტემპებით რუსეთის ეკონომიკის ვარდნისა, რუსებს ომის გაგრძელება კიდევ ერთი წელი შეუძლიათ. მაგრამ შემდეგ პროგნოზების მიხედვით კრემლისთვის სიტუაცია ნამდვილად კრიტიკული გახდება. თუმცა სწორედ ამ წელს ისინი ეცდებიან უკრაინას მაქსიმალური ზიანი მიაყენონ. აქ წერტილებს დავშვამ. თქვენი აზრი და დასკვნები დაწერეთ კომენტარებში ამ გამოშვების ქვეშ. გამოიწერეთ არხი, დააწექით ზარს და არ დაგავიწყდეთ ლაიქის დაჭერა. ამით დავამთავრებ, იზრუნეთ საკუთარ თავზე, ყველას ნახვამდის.